თემურ ბედინაძე, დავით დევაძე, მემედ ზაქარაძე, შალვა ვერცაძე, თემურ მახარაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ჯიმშერ ასანიძე, ასლან დემურაძე, ანზორ ფარტენაძე, ირაკლი ჯიქიძე, ნუკრი ჯიჯავაძე, თემურ ვარშანიძე, გენადი ტიმოფეევი. 7 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა დაატყვევეს. უკვე ერთი წელია 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაშია. რამდენიმე თვიანი დუმილი დატყვევებული თემურ ბედინაძის მეუღლემ ნაირა ხალვაშმა დღეს დაარღვია. მეუღლეს იგი ბოლოს 4 თვის წინ დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში ბედინაძე შველას ითხოვდა. თემურ ბედინაძე 35 წელია უფროსი მექანიკოსია. ერთი წელია, რაც ტყვეობაში არის 15 ბათუმელი. ამათგან არის ერთ-ერთი ჩემი უფროსი მექანიკოსი თემური. აპრილის ბოლომდე დღემდე მოყოლებული მთხოვდა დამეხმარეთ, მიშველეთ, უფრო მეტი იმოქმედეთ, რომ სიცოცხლე გადამირჩინეთ. ნაირა ხალვაშისგან განსხვავებით ჩვენთან საუბარი დღეს სხვა დატყვევებული მეზღვაურების ახლობლებმა არ ისურვეს. სატელეფონო საუბარში მათ გვითხრეს, რომ ამ თემაზე საუბარი აკრძალული აქვთ. ნაირა ხალვაში დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოსა და აჭარის მთავრობას თხოვს. იგი ამბობს, რომ ლევან ვარშალომიძეს ყოველკვირეულად ხვდება. მთავრობის თავმჯდომარე კი პასუხობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მთავრობიდან ბატონი ლევანი შეხვედრას გვაქვს ხშირად შეხვედრა, არის დაპირებები, გვეუბნება, არის მოლაპარაკებები. მაგრამ მე ვერაფერ იმედს ვერ ვხედა. სანამ ხმას კონტაქტზე არ გამოვა ჩემი მეუღლე ტელეფონით. 4 თვეა მისი ხმა მე არ გამიგონია. მთავრობას ვთხოვ, რომ ადამიანების უფლებები დაიცვას და ეს 14 ბიჭი გაანთავისუფლოს, მიიღოს ზომები, შეიბრალოს. 15 ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე კომპანია გრინვიჩმა იზრუნა. მისმა ხელმძღვანელმა სერგო დევაძემ გასაუბრებაზე უარი გვითხრა, რადგან მისივე თქმით ამაზე კომენტარის გაკეთება აკრძალული აქვს. სატელეფონო საუბარში ასევე განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი მიზანშეწონილი არაა. გითხარით, რომ არა მიზანშეწონილი, გაფრთხილებული ვარ, რომ ტელევიზიას კომენტარი არ მივცემ. ვინ გაგაფრთხილათ? ნუ რატო ჩამედიეთ რა, არა საჭირო, მე ვხსები თვითონ მქონდა შემთხვევები, რომ ეს უკმად დატრიალდა და უფრო თანხა გაიზარდა. ამ თვის განმავლობაში ალბათ დაბრუნდებიან. იგივე გვითხრა სატელეფონო საუბარში მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ. ანატოლი ჯიჯავაძის თქმით, მას დატყვევებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან ცნობებს ადვოკატები არ აწვდიან. ანატოლი ჯიჯავაძის განცხადებით, მეზღვაურთა გადასარჩენად შეგროვილი თანხა კვლავ ანგარიშზე დევს და უმრავლესობის გადაწყვეტილებით იგი მათ რეაბილიტაციას მოხმარდება. ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, ეს ყველაფერი ინფორმაცია აქვს და მხოლოდ ის თუ აქვს სერგო დევაძეს. თქვენ რატო არ გაქვთ ეს ინფორმაცია? არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია და საიდან უნდა გქონდეს ეს ინფორმაცია. ჩარეული არის ამ დონეზე ადვოკატები და ადვოკატები მუშაობენ და ადვოკატები ახლა არ ვიცი რა თუ არ ანადგურებენ უფლებასო ჩვენ სადო დაგვიდან სომალელმა მეკობრეებმა 15 ქართველი მეზღვაური 2010 წლის 7 სექტემბერს დაატყვევეს. მათი გათავისუფლებისთვის დახმარების თხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია მეზღვაურთა ახლობლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ გამართეს, თუმცა უშედეგოდ. ჩემი დიშვილი ყოფება ამ გემზე, თემური ვარშანიძე და არის 90 კილო და ეხლა ვარო 30 კილო დარჩენილიო. თითქმის ჩონჩხი და დაუძლურებულები ვარ და ვერც ერთი ვერ დავდივართო. ძალიან გთხოვთო რა, უკანას მე მგონი ალბათ იქნება უკანასკნელი, შეიძლება ეს თხოვნაო, მეტი გაძლება აღარ შეგვიძლია. მაცნეს გადამღებ ჯგუფთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ თემაზე სატელევიზიო კომენტარი მხოლოდ ერთხელ 4 აგვისტოს გააკეთა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით დატყვევებულთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონტაქტი მათთან, მშობლებთან, მშობლების წარმომადგენლებთან. ისიც რომ არ გვეუღწევათ არის კონკრეტული გეგმა ჩვენს მიერ. ჩვენ სამწუხაროდ სახელმწიფო რა ვარ ჩართულები, მაგრამ ყველაფერთან თმობას უგზავნებთ ის მშობლებთან. რა ინფორმაციას ფლობს დატყვევებული მეზღვაურების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვერ გავარკვიეთ, რადგან პრესამსახურის თქმით ლევან ვარშალომიძე ქალაქში არ იმყოფება. რაზომებს იღებდა სახელმწიფო მეზღვაურთა დასახსნელად ეს კითხვა 25 არხის ჟურნალისტმა ნათია როყვამ საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე წლის 25 იანვარს დაუსვა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამაზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა. არის საკითხები, რომელიც